გამარჯობათ. ვაგრძელებთ საუბრებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამჯერად ვისაუბრებთ ძალადობის პრევენციაზე და მის აქტუალობაზე. გაეროს კვლევა ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ნათლად დაგვანახა, რომ ბავშვების მიმართ ძალადობას ადგილი აქვს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და რომ ბავშვების მიმართ ძალადობა დღეისათვის დიდ მასშტაბებს მიაღწია. ამის მიუხედავად არსებობს შესაძლებლობა გატარდეს ძალადობის აღმოსაფრული ზომები, რადგან ძალადობა არ არის ადამიანური ყოფის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები აღიარებენ ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბებს და ხანგრძლივი ზემოქმედების მძიმე შედეგებს და ცდილობენ განახორციელონ ბავშვების უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები. თითოეული სახელმწიფო ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიუხედავად ვალდებულია შეაჩეროს ბავშვების მიმართ ძალადობა. როგორც ბავშვების მიმართ ძალადობის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის სამსახურის კვლევაში აღნიშნული, ბავშვების მიმართ არანაირი ძალადობის გამართლება არ შეიძლება და ყოველგვარი ძალადობის პრევენცია შესაძლებელია. საჭიროა შეწყდეს გამომართლებელი მიზეზები დაპილირება. სახელმწიფოებმა სასწრაფო ზომები უნდა მიიღონ ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად. თუ სახელმწიფოს იურიდიული ვალდებულებები ეკისრება, თავისთავად ცხადია, ყველა ადამიანსაც ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ დააგმოს და აკვეთოს ძალადობა ბავშვების მიმართ. ვერცერთი ჩვენგანი ვერ გაუსწორებს თვალს ბავშვებს, თუ კი განვაგრძობთ მათ მიმართ ძალადობის მხარდაჭერასა და გამართლებას. არსებობს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის და ძალადობის მსხვერპ ბავშვზე ზრუნვის უნივერსალური სტრატეგიები, რომლის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო სხვადასხვა ქვეყანაში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და მრავალი მეცნიერული შრომა. იმისათვის, რომ ეფექტი მაქსიმალური იყოს, პრევენციის სტრატეგიები მიზნად უნდა ისახავდნენ რისკ ფაქტორების შემცირებას და დამცავი ფაქტორების გაძლიერებას. ასევე უნდა შეიცავდეს ზემოქმედების შეფასებისათვის საჭირო მექანიზმები. პრევენციის ბევრი პერსპექტიული სტრატეგია არსებობს. ესენია დაწყებული პირდაპირ ზეგავლენის მქონე პროგრამები, საუბარია მშობლების ტრენინგზე და დამთავრებული ისეთი სტრატეგიები, რომლებსაც არაპირდაპირ ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. არის საუბარი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის შესახებ არსებული პროგრამები. ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია ფარავს მომსახურების ფართო სპექტრს. ეს არის საზოგადოების გაცნობიერება, მშობელთა განათლება, ბინაზე ვიზიტები და სხვა მსგავსი. ამ აქტივობების განხორციელება შეუძლიათ როგორც საზოგადოების ჯგუფებს, საუბარია სოციალური სერვისის სააგენტოებსა და სკოლებზე, საზოგადოების ცალკეულ წევრებსაც. მნიშვნელოვანია, რომ პრევენცია გატარდეს პრობლემის განვითარებამდე, ხოლო თუ უკვე ადგილი ჰქონდა ბავშვთა მიმართ ძალადობას, აუცილებელია მისი შეჩერება და მოსალოდნელი შედეგების შემცირება. პრევენციის მრავალი არსებული სტრატეგია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ადრეულ იდენტიფიკაციას და ინტერვენციას მოიცავს. იგი მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ცალკეული ბავშვისა და ოჯახისათვის, მაგრამ მას ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ფართო მასშტაბით შემცირებამდე არ მივყევართ. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ სტრატეგიების გამოყენებით, რომელთა პროგრამები მიმართულია რისკ ფაქტორების შესამცირებლად და დამცავი ფაქტორების გასაძლიერებლად. პრევენციის სტრატეგიის შერჩევისას წარმატების მისაღწევად გათვალისწინებული უნდა იყოს ქვეყანაში არსებული რეალური გარემო. ნახოთ, როგორი ტიპის პრევენციები არსებობს. ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის სამი დონე არსებობს. ეგენი არის უნივერსალური, არჩევითი და მიმართული. უნივერსალური, ანუ პირველადი პრევენცია გათვლილია საზოგადოების ფართო სპექტრში. შერჩევითი, ანუ მეორადი პრევენცია. მისი სტრატეგია მიმართულია საზოგადოების იმ ჯგუფისაკენ,
სადაც არსებობს ძალადობის ერთი ან რამდენიმე რისკ ფაქტორი. და ბოლოს მიმართული, ანუ მესამე პრევენცია, იგი მიმართულია იმ ოჯახებისაკენ, სადაც ადგილი ჰქონდა ბავშვთა მიმართ ძალადობას. მისი მიზანია ბავშვთა დაცვა ძალადობის გამეორებისაგან. განვიხილოთ თითოეული მათგანი. პირველი საფეხური, უნივერსალური, ანუ პირველადი პრევენციის სტრატეგია ფოკუსირებულია ფართო საზოგადოებაზე და ცდილობს მიაღწიოს ოჯახის ფუნქციონირების გაძლიერებას. მისი პრევენციის ფილოსოფია იმაშია, რომ მთელი საზოგადოება პასუხისმგებელია ძალადობისა და უგულვებელყოფისაგან ბავშვის დაცვაზე. ამ სტრატეგიის გრძელვადიანი მიზანი შემდეგია. ეს არის საზოგადოების განათლება, სოციალური ცვლილებების მიღწევა, ძალადობის მიმართ ტოლერანტობის დაუშვებლობა. ამასთან ერთად, პირველი სტრატეგიის მიზნებია მშობელთა ცოდნის გაფართოება და ბავშვის განვითარების გაგება. განვითარების საფეხურების შესაბამისი მოლოდინების სწავლება, მშობელსა და ბავშვს შორის ურთიერთობის და კომუნიკაციის გაძლიერება. მშობლებისათვის, რომელთა ბავშვები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ, სტრესთან გამკლავების სწავლება. მშობლების ცოდნის ამაღლება ოჯახის მართვისა და გაძღოლის საკითხებში. სოციალური და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა წევრისათვის. ამ მიზნების მისაღწევად სტრატეგიები უნდა მოიცავდნენ პროგრამებს მომავალი მშობლებისათვის, რომლებიც ეხმარებიან მათ გაუმკლავდნენ ბავშვის მოვლის მომავალ სირთულეებს. საუბარია პროგრამებზე ბავშვზე ზრუნვისა და განვითარების შესახებ. აუცილებელი აგრეთვე ბავშვის გასაძლიერებელი პროგრამები, რომლებიც ასწავლიან მათ ძალადობისაგან დაცვას, ტრენინგები ცხოვრების უნარების შესასწავლად, რომელიც ეხმარება ბავშვებს და მოზარდებს შეისწავლონ პიროვნებად შორის კომუნიკაცია. დროს მეტად მნიშვნელოვანია დახმარების ჯგუფების, თანამართა სისტემისა და იზოლაციის დასაძლევი და 24 საათიანი კრიზისული დაცვის პროგრამების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მშობლების სწრაფ დახმარებას კრიზისის დროს, ასევე აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს სატელეფონო ცხელი ხაზი, კრიზისული ცენტრები და კრიზისული კონსულტაციები. ახლა ვნახოთ შერჩეული, ანუ მეორადი პრევენცია. ამ დროს ჩვენ გვესაჭიროება ისეთი სტრატეგიები, რომლებიც ფოკუსირებულია პოპულაციაზე, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობის ერთი ან რამდენიმე რისკ ფაქტორი არსებობს. ანუ საუბარია ოჯახებზე, სადაც არის სტრესული სიტუაციები. ოჯახის ან საზოგადოების მხარდაჭერის არსებობა თუ შეიმჩნევა, ან არიან ახალგაზრდა მშობლები, ასევე ბავშვებთან დაკავშირებული ძალადობის რისკ ფაქტორები. მაგალითად, უნარშეზღუდულობა და სხვა მსგავსი. რისკზე დაფუძნებული პრევენციის სტრატეგიის შესაძლო მიზნები შეიძლება იყოს ასეთი: მშობელთა ცოდნის გაზრდა და იმის გაცნობიერება, რომ როგორ გავლენას ახდენს მათი საკუთარი აღზრდის გამოცდილება მათი მშობლების უნარებსა და სტრატეგიებზე. რისკის ქვეშ მყოფ მშობელსა და ბავშვს შორის ურთიერთობის და კომუნიკაციის გაძლიერება. რისკის ქვეშ მყოფ მშობლების დაკავშირება თემში არსებულ სერვისებთან, მშობლებისათვის, რომელთაც ბავშვები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ, სტრესთან გამკლავების უნარების სწავლება, სოციალური და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა წევრისათვის. ამ მიზნების მისაღწევად სტრატეგიები უნდა მოიცავდნენ ბავშვის აღზრდის სწავლების პროგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომია რისკის ქვეშ მყოფი ოჯახებისათვის. პროგრამებს, რომლებიც ასწავლიან მშობლებს თემში არსებულ რესურსებთან ურთიერთმოქმედებას. აუცილებელია არსებობდეს სერვისები, სადაც დეპრესიისა და ნარკომანიის პრობლემების მქონე მშობლების გადამისამართება მოხდება. ასევე პროგრამები,
სადაც ახალგაზრდა მშობლებს მიაწვდიან ინფორმაციას ბავშვის განვითარებასა და მოვლაზე. და ბოლო მესამე მიმართული პრევენცია. იგი მოიცავს იმ ოჯახებთან მუშაობას, რომლებშიც უნდა უკვე აღინიშნა ბავშვთა მიმართ ძალადობა ან და უგულებელყოფა და მიმართულია მათი განმეორების თავიდან აცილებაზე. მესამე დონის პრევენციის სტრატეგიების მიზნებია ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის განმეორების შემცირება, ბავშვისათვის საცხოვრებელი გარემოს შეცვლით ან მოძალადისათვის თავისუფლების აღკვეთით. მშობელთა წამაზე დამოკიდებულების შემცირება ოჯახურ გარემოში, ოჯახის დაკავშირება ოჯახის დამცავ ჯგუფებთან და სხვა დამცავ სისტემებთან. რისკის ქვეშ მყოფ მშობლების კავშირის გაძლიერება თემში არსებულ სერვისებთან. მიმართული პრევენციის სტრატეგიების მიზნების მისაღწევად საჭიროა მოძალადო მშობლების რეაბილიტაცია და მათი მკურნალობის უზრუნველყოფა. ძალადობა განცდილი ბავშვის მკურნალობა, ფოსტერ ოჯახების არსებობა, სერვისების არსებობა დეპრესიისა და ნარკომანიის პრობლემის მქონე მშობლების სარეაბილიტაციოდ და სამკურნალოდ. ყურადსაღებია აგრეთვე პრევენციის სტრატეგიები ადამიანის განვითარებისა და ეკოლოგიური მოდელის მიხედვით. ნახოთ პირველი თემის და საზოგადოების დონეზე პრევენციის სტრატეგიები. ეს სტრატეგიები მიმართულია იმ გარემოსკენ, სადაც სოციალური ურთიერთობები ყალიბდება. სტრატეგიების ერთი ჯგუფი გამიზნულია მოზრდილებისათვის. პრევენციის პოტენციალი კიდევ უფრო იზრდება, როდესაც პრევენციის პროგრამები მიმართულია მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისკენ. ესე იგი, საუბარია ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის სარეაბილიტაციო პროგრამები უნარშეზღუდული ბავშვებისათვის და ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები ბავშვებისა და მოზრდილებისათვის. ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სოციალური ნორმების შესწავლას. ამ საკითხთან დაკავშირებით იურიდიული ნორმების დადგენის მიზანი მოძალადო მშობელთა დასჯა არ არის. მისი მიზანია ღია ტექსტით შეტყობინების გაგზავნა მშობლებისათვის, რომ მათ და მათი ოჯახის სხვა წევრებს ბავშვის შეურაცხყოფის უფლება არ აქვთ. ამ კანონებს აქვთ ძალადობის შემაკავებელი ეფექტი და ამგვარად ხელს უწყობენ ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებას. ქვეყნების მთავრობების მიერ ბავშვთა უფლებების კონვენციის აღიარება ავალდებულებს მათ გაატარონ საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო ღონისძიებები ძალადობისაგან ბავშვთა დასაცავად. საკანონმდებლო ცვლილებები პრევენციის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა, თუმცა მათი პრევენციული ეფექტურობა არ არის ნათელი, რადგანაც მათი უშუალო ზეგავლენა ბავშვების მიმართ ძალადობაზე კარგად არ არის შესწავლილი. მიუხედავად ამისა, ბავშვთა ფიზიკური დასჯის აკრძალვა და შეტყობინების სისტემის დაფუძნება ეწინააღმდეგება გაბატონებულ იდეას, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა ოჯახის კერძო საქმეა და ხელს უწყობს ამ პრობლემების გახსნილობას. კანონები მნიშვნელოვანია სოციალური ნორმების შესაცვლელად, რადგანაც სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები და მათი ხარისხი დიდ გავლენას ახდენს ძალადობის რისკ ფაქტორებზე. ეს უფლებები მოიცავს ადეკვატური ცხოვრების უფლებას, სოციალური დაცვის უფლებას, განათლების უფლებას, თანასწორობისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი ცხოვრების უფლებას.